მოგესალმებით ჩემო კარგებო, როგორ ხართ? დღეს მოვედი კიდევ ერთი არჩეულებრივი რეცეპტით, რომელიც არის მწვანე ლობიო კვერცხით. მართლა რომ მე მაგალითად ძალიან მიყვარს. და არის ცოტა ინგრედიენტი და არის ძალიან გემრიელი. აგრეთვე გაჩვენეთ მომზადების დროს თუ აქ საბერძნეთში როგორ ასუფთავებენ, როდესაც ლობიოს აქ ხემსი რომ გადატეხავ და ძაფებივით რო აქვს. მე მაგალითად ეგ ძალიან მართლა არ მიყვარს. და გაჩვენებთ როგორ უნდა გავასუფთავოთ ეგ და მოამზადეთ, გემრიელია, სასარგებლოა და დროც ბევრი არ მიაქვს. აი ხა გაჩვენებთ, ნახეთ რა გემრიელად გამოიყურება ჩვენი ლობიო და აქ არაჩვეულებრივი სურნელი. წავედით ახლა მოვამზადოთ ერთად, ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ გასუფთავება ჩვენი მწვანე ლობიოსი ახლა. გაჩვენებთ როგორ ასუფთავებენ აქ საბერძნეთში. აი ნახეთ, მოვაჭრათ ეს ყუნწი და აი აქ ძაფები რომ არის ხოლმე, არის ბევრი ლობიო რო აქვს ძაფები და არის ძალიან უხეში, ვერ იჭმება. აი ესე ნახეთ, აი ესეთ ხლად აცლიან, შეხედეთ, აი ესე ორივე მხრიდან. ამას ახლა არ აქვს, უბრალოდ გაჩვენებთ. აი ესეთ ხლად და თუ ცოტა არის ფართე ლობიო, ჭრიან აი ესე შუაზე. ნახეთ? აი ესე. გავაგრძელოთ გარჩევა. აი ხა მე მაინც გავარჩევ, აი ნახეთ. ძალიან ხლად მოაჭერით. ეს. შემდეგ შუაში, აი, ნახეთ. ესე. კარგი მჭრელიდან აიღეთ. ოღონდ თხილად რხელი არ გაიჭრათ. აი ეს. ეს ჩემო ძვირფასებო. ეხლა მას ყველაფერს გავარჩევ, ყველას და დაგიბრუნდებით. გავარჩიეთ ჩვენი მწვანე ლობიო, მზად არის. ეხლა დავდგამ ცეცხლზე ქვაბს, ავადუღებ წყალს და ჩავყრი ამ ლობიოს, რომ მოიხარშოს. აი ადუქდა ჩვენი წყალი. ჩავყაროთ ცოტა მარილი. და ჩავყაროთ ჩვენი მწვანე ლობიო გარჩეული ლამაზად. და ვაცადოთ რომ კარგად მოიხარშოს. ეხლა ჩემო კარგებო, სანამ მოიხარშება ჩვენი ლობიო, დავჭრათ ხახვი. მე არ მაქვს დიდი ხახვი, მქონდა პატარები და გამოვიყენე 3 პატარა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 დიდი თავი ხახვი. ეს დავჭერით ჩვენი ხახვი. ავათავსოთ ცალკე. ეხლა დავჭრათ მწვანილი. ჩვენი ქინძი, განუმეორებელი არომატების მქონე. ძალიან მიყვარს ქინძის არომატი, მართალი გითხრათ, უზომოდ მიყვარს. ესეც ესე ქინძიც მზად არის, ეხლა გავამზადოთ ნიორი, დავჭყლიტოთ. მე ავიღე 2 კვილი ნიორი. ჩემო კარგებო, გამოვიყენოთ ნიორი, რაც შეიძლება ბევრი საკვებად. იმიტომ რომ მართლაც რო უნიკალური თვისებები აქვს და ძალიან ბევრ ცუდ რაღაცებს პოვს ჩვენ ორგანიზმში.
მით უმეტეს ახლა ზამთარში არის როგორც უებარი წამალი. ესეც ესე, ნახოთ ახლა მე მგონი მოიხარშა ჩვენი ლობიო და გავაგრძელოთ მზადება. კი, ჩვენი ლობიო ნამდვილად რომ მოიხარშა უკვე. მოიხარშა. და გადავწუროთ ახლა. წვენი არ გჭირდება საერთოდ. ახლა იგივე ლობიო მონახარ შქვაფში, ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ჩვენი უნიკალური ზეითუნის ზეთი. ესეც ესე. ჩავყაროთ ხახვი, მოვშუშოთ. ესეც ესე მოითუშა. ჩავაყაროთ ჩვენი ლობიო მოხარშული. მეორე ვერ წარმოიდგეთ რა არომატი გაუშვა სადილმა, რომელიც ჯერ კიდევ არ მომზადებულა. ეხლა დავუმატოთ 2 ცალი, მე აქ მაქვს 2 ცალი ათქოფილი კვერცხი. გამოვიოთ კარგად. ჩემი რჩევა იქნება ცოტა დაუწიოთ ახლა გაზს და დავახუროთ თავსახური 1 წუთი, წუთნახევარი საკმარისია, რომ კვერცხი არ დაგვემართოს სალმონელა და კარგად მომზადდეს. გავიდა დაახლოებით წუთნახევარი. ნახოთ ჩვენი ლობიო, აჰა, მერა გემრიელია და რა ლამაზია. ეხლა დავუმატოთ ჩვენი დაჭრილი ქინძი. თუ არ გაქვთ ცოცხალი ქინძი, შეგიძლიათ ხმელი ქინძი გამოიყენოთ. აგრეთვე ძალიან უხდება. და ბოლოს მარილი ჩემო ძვირფასებო. ეს არის ჩვენი უგემრიელესი წონე ლობიო ჯანსაღი. და ცივიც რომ მართლა გემრიელია. ესეც ეს. გემრიელად მიირთვით. იმედია მოგეწონათ ჩემი ეს რეცეპტი. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ადევნებთ თვალყურს ჩემ არხს.